დასავლეთ საქართველოში დიდთელობის გამო ყველაზე დიდი ზიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა, არის თუ არა სრულად დათვლილი ზარალი. სატელეფონო ხაზია სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსი დათო კოდუა. მოგესალმებით ბატონ დათო. დილამშვიდობის. მოგესალმებით. პირველ რიგში გვაინტერესებს დათვალა თუ არა კომისიამ ზარალი და რა თანხებთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით ობიექტები იდენტიფიცირებულია, მაგრამ თანხების დაცვა საბოლოოდ არ მოხდა, იმიტომ რომ მიმდინარეობს ეს პროცესი, არის დეფექტური აქტების შედგენის პროცესი და ამიტომ ჯგუფები გასულია, კომპეტენტური ჯგუფები ადგილზე და სწავლობენ თუ რა სახის ზარალია თანხა. დაახლოებით თანხა უკვე მედიაში გავრცელდა 500,000 ლარზე იყო საუბარი, რამდენი შეიძლება რომ ახლოს იყოს. არასწორი ციფრია, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია ზუსტი ციფრი, დათვლის პროცესია და ამიტომ როდესაც გვექნება სრული ინფორმაცია ზარალთან დაკავშირებით თანხობრივი მოგაწვით ამიტომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ბატონ დათო, წალენჯიხის რაიონზე გავრცელდა რომ იქ დათვლილი იყო უკვე ზარალი და 450,000 იყო, ეს შესაძლებელია თუ არა სიმართლეს და 75,000 ლარია ჩხოროწყუს რაიონში, იქ იყო ციფრები ზუგდიდთან დაკავშირებითაც, თუმცა ბოლომდე არ არის ასე თქვა დათვლილი და ნამდვილად არ არის ზუსტი ინფორმაცია, ვინაიდან მე ვარ უშუალოდ ჩართული ამ პროცესში. კონტროლებულ ჯგუფებს რეგიონში გასულს და ამიტომ უშუალოდ კონკრეტულად ობიექტებზე და ზუსტი ციფრი ჯერ არ არის, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, არის დეფექტური აქტების შედგენის პერიოდი, შემდეგ არის კომისიაზე, შემდეგ საკრებულოზე, შემდეგ ჩვენთან და მე გამთავრება და როდის მოხდება ბოლომდე დათვლა ზარალის? ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დრო და ჩვენ სულწრად მოვახდენთ ყველა ობიექტის იდენტიფიცირებას და ბატონ დათო, რომ შევაჯამოთ კონკრეტულად რომელ ადგილებზე იყო პრობლემა, სად არიან ახლა მუშა ჯგუფები და რა მდგომარეობა ამ დროისთვის რეგიონში? მოკლედ, ჩვენ სამოქმედო ტერიტორიაზე არის 10 მუნიციპალიტეტი, 5 მუნიციპალიტეტში შეინიშნებოდა შედარებით დიდი თოვლი, ეს იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და ხობის მუნიციპალიტეტი. ამიტომ აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც 70-მდე სახლია, საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებული, მიმდინარეობს ზუსტად ამ კონკრეტულ ობიექტებზე დეფექტური აქტების შედგენა. ბატონ დათო, პროცესი სტიქია, რომელიც მსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქვს ჩაულებრივი თოვლი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მსგავს თოვლს ადგილი არ ქონია რეგიონში, მაგრამ ჩვენი რეგიონი ამავე დროს მინდა ხაზი დაუსვა, რომ არ გამოირჩევა დიდ თოვლიანობით. მაგრამ გასაკვირი მაინც არის. საკმაოდ მოულოდნელი იყო. ბატონ დათო, ვთქვათ, პროცესი მიმდინარეობს დათვლის და ზარალის შეფასების და შემდეგ ალბათ დაიწყება განაზღაურებაზე საუბარი. თუმცა სადაც ვთქვათ გადაუდებელი სამუშაოები იყო ჩასატარებელი, იქ რამდენად ჩატარდა ეს სამუშაოები და ვთქვათ ადამიანებს იქ სახურავების პრობლემა შეექმნა. მოგახსენებთ აბსოლუტურად გუბერნატორის დავალებით ყველა მუნიციპალიტეტში იყო საგანგებო სტიქიის საპრევენციო შტაბები შექმნილი, ყველა კოორდინირებულად მუშაობდა, სამხარეო ადმინისტრაციაში იყო საკოორდინაციო შტაბი შექმნილი და აქედან მომდინარე ჩვენ აბსოლუტურად ვაკონტროლებდით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს თუ რა კონკრეტულ ადგილებზე სათქონდა პრობლემები. ანუ გარკვეული თანხები გამოიყო, ხომ? ყველა საგანგებო შტაბები მუშაობდა შესაბამისად ყველას უწყება, რომელიც იყო ამ პროცესში ჩართული მუშაობენ ეფექტურად, ამიტომ ჩვენ არ ქონია არანაირი პრობლემა. ხედავთ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ჩართულები, საკუთარი მაღალი განმავლობის მანქანებითაც გვემსახურებოდით იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც იყვნენ შედარებით ცოტა რთულ სტიქიურ. ბატონ დათო, დაახლოებით შეგვიძლია დღეს ციფრებზე რომ ვისაუბროთ, რა ზარალთან გვექნება საქმე? ვისაუბრებთ, არ შემიძლია ხა ჰაერში ავიღოთ ციფრები და რაღაცა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ ციფრებზე არ არის საუბარი, არ არის დიდ ციფრებზე საუბარი, უბრალოდ როგორც ავახსენე, იყო კერძო სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანებული, რომელიც იყო ამორტიზებული და ანუ ადგილობრივი ბიუჯეტი გაწდება თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს? ადგილობრივი ბიუჯეტი თქვენ მოგეხსენებათ, რომ არ არის მდიდარი მუნიციპალიტეტები ამ კუთხით, მაგრამ ლოკალური პრობლემები რაც შეიძლება და გადაჭრილიყო ადგილობრივი ბიუჯეტი ხისიერად ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია. გასაგებია, ბატონ დათო, ძალიან მოკლედ უნდა დავასრულოთ უკვე 14 იანვრისთვის იგეგმება, უფრო სწორად უკვე პროგნოზი გვაქვს, რომ იქნება უხვინალექი. ამ შემთხვევაში რა ღონისძიებებს ატარებთ, პრევენციულ ღონისძიებებს, რომ არ შეიქმნას პრობლემები? საპრევენციო ღონისძიებების მომზადების კუთხით ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება, ჩვენ არც ერთი სტიქი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ,
თუნდაც ინფორმაცია, როდესაც ჩვენ წინასწარ გვაქვს, ჩვენ ადგილზე გავდივართ, მობილიზებული გვაქვს ტექნიკა, რაც გაგვაჩნია თუ არის საკმარისი ეს ტექნიკა და ის მუშახელი, რომელიც ადგილზე მუშაობს. ტექნიკა დღესდღეობით საკმარისია, მაგრამ გააჩნია სტიქია, სადაც სტიქია გვექნება. ამიტომ გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გარეშე ძალების ჩართვასაც თუ რეგიონს არ გააჩნია ტექნიკა. ამ კუთხით ვართ აბსოლუტურად მობილიზებული. გუბერნატორი აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას მთელი რეგიონის მასშტაბით. არც ერთი სტიქია ელემენტარულიც კი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ გვაქვს. ცხელი ხაზები შექმნილი ყველა მუნიციპალიტეტში და ნებისმიერი შემოსულის არის არჩევა რეაგირების გარეშე. დიდი გადაგაშრებით დაველოდებით უკვე შედეგებს. იმედია პროგნოზი დასრულდა ამინდი სავალო აღარ იქნება 14-ში რაც არის თქო გამოცხადებული. დათო კოდუა იყო პირდაპირ სატელეფონო ხაზზე.